ფარას კანონთან დაკავშირებით გავმართეთ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, ვისაც შეიძლება შეეხოს აღნიშნული კანონი. ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა, ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მექანიზმზე, თუ როგორ უნდა აღსრულდეს კანონი და იმ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ამომწურავი იყო პასუხები. ანტიკორუფციული ბიურო მაქსიმალურად შევეცდებით და ვცდილობთ, რომ ყველა ორგანიზაციას გაუმარტივოთ რეგისტრაცია. გარეთ საზოგადოებაში მუსილებს აზრი, რომელსაც აუცილებლად ჭირდება განმარტება. შეხედულებები ამ კანონთან მიმართებაში დაიმსხვრა, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა არის, რაც საზოგადოებას ზოგადად აქვს, არ არის ასეთი მონსტრი ეს კანონი, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ როგორც ჩანს, აქვს თავისი განმარტებითი და საფუძველი, თუმცა კიდევ ამბობ, პრაქტიკაში როგორი იქნება, ამას კიდევ უფრო მეტად გავიგებთ. მეგვაჩნია, რომ ბიუროს ჩართულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ინტერპრეტაციის ძალიან ფართო სფეროა და ამ კუთხით ბიურო მიიღებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, ანუ კონკრეტულად ესა თუ ის მოქმედება, აქტივობა, ექვემდებარება თუ არა რეგისტრაციას, პარაში რეგისტრაციას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ჩართულობა, მსგავსი სახის შეხვედრები და პრევენციული ინტერპრეტაციები, რაც საშუალებას მისცემს ქართულ ორგანიზაციებს, რომ წინასწარ მკაფიოდ განსაზღვროთ ექვემდებარებიან თუ არა პარაში რეგისტრაციას. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ეს პრაქტიკა გაგრძელდება და რეგისტრაცია არ გახდება ასე თქვა, სადამსჯელო საშუალების გამოყენების მექანიზმი, არამედ პირიქით ის მოგცემს საშუალებას, რომ წინასწარ განჭვრიტოთ, ექნება თუ არა ორგანიზაციებს ვალდებულება რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ კანონის ინტერპრეტაცია ბევრნაირად ხდება და სხვადასხვა მოსაზრება ტრიალებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და დონორ ორგანიზაციებში. შესაბამისად, ვთვლი, რომ დღეს კონკრეტული და ამომწურავი პასუხი მივიღე იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაციის შემთხვევაში, გვიწევდა თუ არა კანონის ფარგლებში დარეგისტრირება და მოკლედ კონკრეტული პასუხი მივიღეთ იმაზე, რაზეც მიდიოდა დისკუსია და დავა. ეგრეთ წოდებული ფარას კანონის განხილვაზე წარმოვადგინეთ რამდენიმე კითხვა, რომელიც შეეხებოდა მის გავრცელებას სხვადასხვა იურიდიულ პირებზე. შესაბამისად მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელისგან კონკრეტული კანონის გავრცელების შესახებ, რამდენად გვეხება ეს რეგულაცია, შემდგომში ასევე განვიხილეთ ის პროცედურული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რეგისტრაციის წესთან. ძალიან დიდი მადლობა ღონისძიებისათვის.